ქიმიური იარაღი, აგრე ალეკოს საქმედება, მშვიდობიანი დამხობა, რა ვიცი, deep state-ი, გეები გვიტევენ, რა თემაც არ არის, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს. არც ერთი თემა არ არის გარჩეული და სანამ ასეთი ლაპარაკზე უარის თქმა გაგზავნა, მგონი არაფერი არ გამოვა. აზრი არ აქვს, ხვდებით, რომ რაღაც მოთხოვნა თვითონ. რაზეც თქვა 28-შიც იყო ახლა შეკრებილი საზოგადოება. თუ შევადარეთ იმ პროცესებს, რაც ქუჩაში ხდებოდა, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მედია საშუალება მოუწოდებდა ყველა პოლიტიკური პარტია თითქმის რომ გაბრძანდით რუსთაველის გამზირზე, აღარ იყო ის ამბავი, რაც გასული წლის აქციებზე იყო. ეს ხო ფაქტი არის. იმიტომ რომ ხალხს კოცები კრიბავენ გაგებით, რომ თავისი ცუდი ქმედებებით აბრაზებენ ხალხს, თორე როგორც კი ჩაერევა ხელი არის NGO-ს წარმომადგენლების თუ ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების თუ შილებას დავარქვა, უსმა ყველაფერი იშლება. პროფესიონალი დამშლელები არიან მიტინგებში, ჩვენ ამას დიდი ხანი ვლაპარაკობთ. შორს ვარ წავიდეთ ერთმანეთს ჭამენ. ანუ ხან მიშას პლაკატები არ მოეწონებათ, ხან ლელოს გააგდებენ. ეს რომ ერთჯერადი ამბავია არის, როცა ხანგრძლივია, წლები გრძელდება, როცა ამას არანაირი ახსნა არ აქვს. მხოლოდ ერთი ლოგიკური არგუმენტი ჩდება, რომ ალბათ ვიღაც ამაში ფულს იხდის. ამბობთ, აი ამ აქციებზე ვინც დგას, ყველა ოცნებასთან ახლა. ნიკა გვარამი 40 მილიონი იშოვა წინა საარჩევნო წინა წელს. 40 მილიონი ქართული ოცნების პირობებში იშოვა ფიქტიური ჩარიცხვებით და კითხავების არ გაუშვდეს, ამაზე პასუხი არსებობს. აი უბრალოდ ფაქტად ვიცით შორს ვარ წავიდეთ, აგერ ნიკა გვარამი არსებობს, მისი პარტია არსებობს, რადიკალები განფულიაო ამას ვისმენთ. რატომ ქორწინება რატომ არ დაბლოკეს? სპარტული დაფინანსება სულ გამჭვირვალეა. როცა ანტიკორუფციის ფული რა ყოფილიყო გამორიცხავთ? ქართულსება ხო დაბლოკავდა თუ ეს მართლა მას წინააღმდეგ არის. როგორ დაბლოკავდა? შეულებრივად, მაგალითად, როცა ჩემი შვილის ბარათს რაღაც 1 ლარით ზედმეტია რაღაც მითითებული არასწორია, იმაზეც კი გვაჭარიმებდა და დაკითხვაზე გვეძახიან ზოგჯერ. და 21 საჩვენების შემდეგ მე და იაგო 4 საათი დაკითხვაზე ვიყავით, რაღაც პარტიის ფინანსებს არკვევდნენ. როცა საჭიროა, აბა გამოიძახეთ, ვინც ასე იქნება, უცხო შეწყდება ესეთი დაფინანსება. შენ ხო არ ვარ, რომ ყველა მოსყიდულია და ყველაფერი ასე ხდება, მაგრამ შენ ხო რომ სიტუაცია გააფუჭო, არიო საკმარისია რამდენიმე საკვანძო ადამიანი მოისყიდო და დახედეთ გვარამიამ იყო, რომელიც გაანადგურა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ტელევიზია. თავისივე შექმნილი, მაგრამ გაანადგურა, დახურა, დაშალა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. არ შეიყვანა პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი მის ინიციატივით პირველი გამოვარდა ყველა ფეხს ითრევდა და არავის არ უნდადებოდა და გვარამიამ აიძულა ფაქტობრივად ეს არ მიიყვანა არჩევნებში და დააკარგვინა ფაქტურად ყველა საკრებულოს მანდატები და კონსერვს მოაგებინა თავშესაფრად არჩევნები ამაზე სამ კითხვა არ იქნება ვერავინ ვერ დამარწმუნდა რომ გვარამია ოპოზიციონერია მე მგონი კონსერვთან შეთანხმებულია და თუ ამას ასე შეხედავთ მაშინ დანარჩენიც უფრო დაალაგებულად გამოჩნდება